6-7 ივლისს ბორჯომა მედია ფესტივალს უმასპინძლა პირველ დღეს ჟურნალისტთა გუნდები ერთმანეთს სპორტული ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის სახელობის მინი საფეხბურთო ტურნირში არკვევდნენ ბაჩოს თასის გამარჯვებულის ვინაობას. გუშინ კი შეჯიბრება ჯომარდობაში გაიმართა მედია საშუალებათა 18-მა გუნდმა სპორტის ექსტრემალურ სახეობაში საუკეთესო გამოავლინა, რომლებსაც ორგანიზატორებისგან სოლიდური პრიზები გადაეცათ. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი ბორჯომიდან. რა არის საჭირო ფეხბურთისთვის? კარგი გარემო, საფეხბურთო მოედანი, ბურთი, მონაწილე გუნდები და რა თქმა უნდა პრიზები. დღეს ბაჩოს თასის გათამაშებამ აიღო სტარტი. გაზეთ სარბიელის ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის ხსოვნისადმი უწმუნ გათამაშებაში, რომელიც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტ ჟურნალისტთა ასოციაციის და კომპანიების ნატახტარისა და მოროშას მხარდაჭერით მიმდინარეობდა, 4 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ბაჩო სვანიძე ჩემთვის რჩება და დარჩება ადამიანი, რომელიც იყო მეგობრობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, მის კოლეგებს, მის მეგობრებს, რა თქმა უნდა, რომ არ ივიწყებენ მის სახელს და ესეთ ლამაზი ტრადიცია მივეცით უკვე ბაჩოს თასის გათამაშებას. ჟურნალისტების ასოციაციების მოწოდებული პროექტი ჩვენ მიერ ხარდაჭერილი იქნა და მომავალში ვაპირებთ ხარდაჭერას. ძალიან კარგია რომ ყველა ერთად შევიკრიბეთ და გავიხსენოთ ჩვენი მეგობარი და აგრეთვე სპორტული აქტივობაც იყო. ტელემედია, პრესმედია, სარბიელი და ბაჩოს მეგობრები საფეხბურთო მოედანზე არკვევდნენ უძლიერესის ვინაობას. ტელემედია უხკოლიან მატჩებში ჯერ ბაჩოს მეგობრებთან, შემდეგ კი პენალტების სერიაში პრესმედიასთან დამარცხდა და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. ჩემპიონის ტიტული, თასი და სპონსორების დაწესებული მთავარი პრიზი ბაჩოს მეგობრებმა მოიპოვეს. დღევანდელი დღე ჩემთვის არის დაუვიწყარი, ეს ტრადიციულია უკვე მესამე გათამაშება ბაჩოს თასის და დიდი მადლობა მინდა გითხრათ რა. დღეს არ არსებობს დამარცხებული, დღეს ყველა გამარჯვებულია მეგობრებო. მეორე დღე ექსტრემალური სპორტის სახეობას ჯომარდობას დაეთმო, სადაც მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა და თითქმის ყველა მედია საშუალება მოიცვა. 18 გუნდი სტარტზე დიდი ამბიციებით და მოლოდინით გავიდა, მათ შორის მეცხრე არხის 6-ეული. თვარზე პირველმა დაშვებამ ადრენალინის ზღვარს მიღმა ასწია და მონაწილეებს აზარტი შემატა. მუსიკის რიტმები ამაღლებულ განწყობას ტონუსში ტოვებდა. მთავარი სტარტის წინ, სადაც კომპანია მოროშას თასი და ღირებული პრიზები უნდა გათამაშებულიყო, საშეჯიბრო სურვილი კიდევ უფრო გამძაფრდა. ჩვენ ვართ ბინარის მპყრობელები, ანუ მტკვარი მაინც თბილისში ჩამოედინება და ეხლა ჩვენთან ახლოს გამოდის, ამიტომ ჩვენ აუცილებლად მეგობრობთ მტკვართან და აუცილებლად გავიმარჯვებთ. აუცილებლად. არ გავიმარჯვებთ მეცრიახელებმა თავი იმით გამოიჩინეს, რომ მეოთხე ფინალში მაესტროსთან წიგილში მეტოქის დამარცხება უკუსვლითად შეძლეს, რაც ტურნირზე აღსანიშნავ ფაქტად დარჩა, თუმცა ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა. მონდომება ერთია, მაგრამ გამოცდილება რომ ბევრს ნიშნავს, ეს რუსთავი ორიგინულმა თვალნაკლივ დაადასტურა. მათ მეტოქეებს შანსი არ დაუტოვეს და პირველობა დამაჯერებლად მოიგეს. მეორე ადგილი რადიო იმედმა დაიკავა, ხოლო მესამე პრიზიორი GDS-ი გახდა. მედია ფესტივალი 2013 და დაჯილდოება ფეირვერკებით დასრულდა. ეს ბოლო ინფორმაცია იყო დღეისთვის ერთმანეთს